რატიბის ხმაური აწუხებს თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად, როდიდან შევა ძალაში ხმაურთან დაკავშირებული სანქციები და რა თანხის გადახდა მოუწევთ ჯარიმის სახით კანონის დამრღვევებს. თემის შესახებ ანი მაზრიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კაფე-ბარების მატებასთან ერთად მუსიკის ხმით შეწუხებული მობინადრეების რიცხვიც გაიზარდა. მაისიდან თბილისის საკრებულოს ინიციატივით ძალაში ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები შევა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ნორმის მიხედვით დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ხმაურის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ღამის 12 საათის შემდეგ კი 30 დეციბელს. აქ საუბარია მხოლოდ იმ ხმაურზე, რომელიც არის განგრძობითი ხასიათის, რომელიც არის მართლაც და გვარს გადასული ეს ყოველივე, რომელიც არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, უბრალოდ დაისვენოს, არათუ დაიძინოს. კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ დედაქალაქის მაცხოვრებლებს აზრი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ჰკითხა. როგორც კვლევა მოჩვენა, მოსახლეობის 80% ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს. განსხვავება დაფიქსირდა ასაკებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო 55 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები უფრო პოზიტიურად აფასებენ ამ ინიციატივას და უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ რეგულაციების შემოღებას, ვიდრე უფრო ახალგაზრდა თბილისელები. ხმაურის ამ გრძალავი რეგულაციები კაფე-ბარების გარკვეულ კატეგორიაზე იმოქმედებს. ყველაზე მეტად მოსახლეობის უკმაყოფილებას სწორედ ბარებიდან და რესტორნებიდან გამოსული ხმაური იწვევს. დადიანზე ვცხოვრობ, სხვათა შორის და ახლა გახსნეს კაფე. ალბათ კი უნდა ისიამოვნოს ადამიანმა, მაგრამ რაღაც ან შეზღუდვა უნდა არსებობდეს, ან დროის ფაქტორი უნდა არსებობდეს, ან რაღაც ლიმიტი უნდა არსებობდეს. საშინელი ხმაურია. ბავს ვერ დააძრე, მე მიჩვეული ვარ უკვე, მაგრამ თავიდან ძალიან გამიჭირა. ეს მარტო ჩემი კი არა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის პრობლემაც არის. მე ისეთ ადგილას ვცხოვრობ, ყოველთვის მაწუხებდა, კარგი იქნება თუ ღამის საათებში ან ხვას დაუწევენ, ან საერთოდ შეწყვეტავენ იმას, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას მუსიკალურს და ჩვენც დავისვენებთ. ჩვენ თბილისის მოქალაქეებს გვაწუხებს ზედმეტი ხმაური ეგრეთ წოდებული დიჯეების შემოქმედებიდან. 4 საათამდე, როდესაც მუსიკა არის, ჩვენ ძალიან წვალობთ, ვერ ვიძინებთ. რეგულაციები ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევა და ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 150-დან 300 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირს 500-დან 1000 ლარამდე გადახდა მოუწევს.